თქვენ გაქვთ უფლება მიმართოთ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით. ეს განმარტება გაუკეთა საბოლოოდ ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლემ სინდისის ორ პატიმარს ასოხაშვილს და ლომიძეს, მას შემდეგ რაც მოასმენინა პრაქტიკულად 5 წლიანი განაჩენი ორევე მათგანს. 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორივეს მოსამართლემ. დასაბუთების ნაწილში მოსამართლეს არ უთქვამს, რას დაეყრდნო, მან მხოლოდ გამოაცხადა განაჩენი და გავიდა სხდომათა დარბაზიდან. განაჩენის გამოცხადებამ და ნინო გალუსტაშვილი გავიდა სათათბიროდ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას. მას ამისკენ მოუწოდა თავად ერთ-ერთმა ბრალდებულმა დავით ლომიძემაც, რომელიც სასამართლოს სხდომათა დარბაზში ამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მან მის უფლება დაამცველს პროცესამდე უთხრა, რომ არაპირებდა მოსვლას, არაპირებდა საბოლოო სიტყვის თქმას გამომდინარე იქიდან, რომ არ ენდობოდა სასამართლოს და მას ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ მაქსიმალურ საშიშელს განუსაზღვრავდა მოსამართლე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლო წამს მაინც გადაწყვიტა მან ამოვიდა სხდომათა დარბაზში და მიმართა მოსამართლეს, მოუწოდა, რომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ მან განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა პროკურატურის მიერ წარმოწარდგენილ ბრალს, არ ეთანხმებოდა, არ აღიარებდა არანაირ დანაშაულს. ამ ყველაფრის მიუხედავად მოსამართლემ მათ გამოუცხადა გადაწყვეტილება და დაეყრდნო პროკურატურის თითქმის ყველა მტკიცებულებას და ადასტურა, რომ პროკურატურამ წარმოადგინა მყარი არგუმენტები პროცესზე. საგამოძიებო უწყება იცით, რომ ორივე სინდისის პატიმარს ედავებოდა საპროტესტო აქციაზე მოლოტოვის კოქტეილის სროლას პოლიციელებზე და ასევე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი პროცესებზე ამტკიცებდა, რომ მათ მიერ ნასროლი გარკვეული ნივთიერება მოხვდა საპოლიციო ავტომობილს წყლის ჭავლის მანქანას და დაიწვა. ეს იყო სწორედ ის მთავარი მტკიცებულებები, რაც საგამოძიებო უწყებამ ორი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ წარმოადგინა მთელი 8 თვის განმავლობაში. ეს ზეპირსიტყვიერი განმარტებები, რასაც დაეყრდნო ნინო გალუსტაშვილი და დააყენა განაჩენი ორივე მათგანს. ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენის, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად არ დაუშვებს სასამართლო აღნიშნულ საქმეზე პრეცედენტებს, სამწუხაროა ეს, ძალიან სამწუხაროა, რადგან სასამართლო და საერთოდ მართლმსაჯულება უნდა ეყრდნობოდეს კანონის უზენაესობას, თუმცა დღევანდელ დღეს კანონის უზენაესობაზე ზედმეტია საუბარი. რა თქმა უნდა, მოსამართლემ შაბლონურად გამოიტანა გადაწყვეტილება როგორც სხვა საქმეებზე, სხვა პოლიტიკურ საქმეებზე და აქაც გამოიყენა სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე. გავასაჩივრებთ, უდაოდ გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, ბოლომდე მივყვებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. დღეს მოსამართლემ განუმარტა, რომ შეწყალებაზე მიმართვის უფლება აქვს მსჯავრდებულებს, თუმცა მსჯავრდებულებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ არაპირებენ შეწყალებაზე მიმართონ პრეზიდენტს და აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიციაც არის ბოლომდე ბრძოლა. მტკიცებულებები მოპოვებული იყო დარღვევით, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, დასმის სიტყვაშიც გამიხილეთ ეს, გავშალეთ ძალიან ფართოდ, მაგრამ როგორც ჩანს სასამართლომ ეს არ დაითვალისწინა და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება გასაჩივრების ეტაპზე ნაწილში, ვაპირებ რა თქმა უნდა გასაჩივრებას, როგორც კი განაჩენს ავიღებთ და იქნება გასაბუთება, გავაანალიზებთ იმ დასაბუთებას თუ რაში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, როგორ იმსჯელა მოსამართლემ და მაგის მხრებით იმსჯელებთ ჩვენს. რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ ამ ეტაპზე ესეთი განწყობა მაქვს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს დღეს გადაწყვეტილება არ დაუსაბუთებია, შესაბამისად ახლა ყველა ელოდება დასაბუთების ნაწილს, როდის ჩაბარდებათ ადვოკატებს და რა ეწერება, რას დაეყრდნო კონკრეტულად მოსამართლე, როდესაც აცხადებდა 4 წლით და 6 თვით ციხეში წასვლის გადაწყვეტილებას ორი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ. გასაჩივრდება დასაბუთების ნაწილის ჩაბარების შემდეგ უკვე ეს განაჩენი სააპელაციო წესით, თუმცა არც ადვოკატებს და არც ციხეში გააშვებულ სინდისის პატიმრებს არ აქვთ ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი უკვე მეორე ინსტანციის. იგივე ბრალდებით ციხეში გაშვებული კიდევ ერთი სინდისის პატიმარი ელოდება დღეს განაჩენს, ეს არის დავით ხომერიკი, რომლის მოსამართლეს სწორედ ნინო გალუსტაშვილია, მან ვერდიქტი 4 საათზე უნდა გამოაცხადოს ამ საქმეზე.